ინდივიდუალურად დაუთქვეს შეხვედრა ზოგს კაბარეში, ზოგს სასტუმროში და ესეთი საიდუმლო, რომელიც არავის არ უნდა გაეგო, გაანდო ინდივიდუალურად ყველას. იმ თხოვნით, რომ არავის არ უთხრათ. ის ყვებოდა ისტორიას, რომ მისი თაყვანისმცემელი, რომელიც რუსეთიდან იყო გამოქცეული, იქაური არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო, გამოექცა საბჭოთა სახელმწიფოს და ამასობაში შეძლო და გადაარჩინა 30 ვან გოგის ნამუშევარი, რომელიც მან მაშინ შეისყიდა, როდესაც ვან გოგის ნახატები კაპიკები ღირდა. ახლა კიდე იმყოფება შვეიცარიაში და ძალიან დიდი სიდუხჭირის გამო უწევს ამ ნამუშევრების გაყიდვა. ხო და აი ასე დაიწყო ეს ყველაზე დიდი აფიორა იმ პერიოდში სახელოვნებო სივრცეში. მოკლედ, ოტომ იმდენი იქნა, რომ მოცეკვავება სრულიად შეეშვა, გახდა არტ დილერი. ოღონდ, იქამდეც თითქოს და ცოტათი არტ დილერობდა და ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რატომაც მისი მეგობარი და თაყვანისმცემელი მისთან მივიდა დახმარების სათხოვნელად. მაგრამ, მან ესეთი ძირითად პროფესიად გაიხადა არტ დილერობა და უშუალოდ ვან გოგის ნამუშევრებზე მუშაობდა. მან აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევრების ნამდვილობა და შესაბამისი სერტიფიკატები ზუსტად იმ ხელოვნებათმცოდნესთან მიიღო, რომელმაც ვან გოგზე დაწერა წიგნი და რომელიც ექსპერტად ითვლებოდა. შესაბამისად, ამ სერტიფიკატების საფუძველზე ნამუშევრების ნამდვილობაზე კითხვა არავის აღარასდროს აღარ დაუსვავს. ოტომ იმდენი იქნა და იმდენი შემოსავალი მიიღო, რომ თავისი გალერეაც გახსნა და საკმაოდ ისეთი შეძლებული, პოპულარული პიროვნება გახდა. ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ გალერეაში მან გადაწყვიტა, რომ მთლიანი ბაზარი ვან გოგის ნამუშევრების მასთან ყოფილიყო დაკავშირებული და დაუკავშირდა სხვადასხვა მუზეუმებს და ერთობლივი გამოფენის ჩატარება დაგეგმა. ეს გამოფენა იყო ორდღიანი, პირველ დღეს იყო გრაფიკები გამოფენილი, რომელმაც ფურორით და დიდი აღტაცებით ჩაიარა და მეორე იყო ფერწერის გამოფენები. ხო და აი აქ გამჟღავდა სერიოზული ამბავი. ერთ-ერთმა მუზეუმმა, რომელსაც არც ერთი ნამუშევარი ოტოსგან ნაყიდი არ ჰქონდა, თავისი ნამუშევრები რო წარადგინა გამოფენაზე და უშუალოდ ჩვეულებრივმა თანამშრომლებმა, ისეთებმა როგორც მე ვარ, თქვენ ხართ, უბრალოდ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ერკვეოდნენ ნამუშევრებში, ნახატებს როცა ფენდნენ საგამოფენო სივრცეში, რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ, რომ დიდი განსხვავება იმ ნახატებს შორის, რომლებიც მათ მოიტანეს და ოტოს ნამუშევრებს შორის ფერში იყო ფაქტობრივად განსხვავება. ხო და იქნებ გამომდინარე, რომ მათ არაფერი არ უშლიდათ ხელს, თქვენს რო იცით რა, ჩვენ ოტოს